გამარჯობა მეგობრებო, ეს არის YouTube არხი მებოცრეობა რუსთავში. დღეს მინდა ვისაუბროთ თემაზე თუ როგორ უნდა დაიწყოს დამწყებმა მებოცრემ, რომელიც ჯიშით უნდა დაიწყოს და რა არის საჭირო. სულ მე ორ ჯიშს გამოვყოფდი ძირითადად. პირველი რასაც ყველა გირჩევთ თუ დამწყები ხართ, ეს არის კალიფორნიულის ჯიში, რომელსაც დაავადებები იმდენად არ ხვდება. არ არის პრეტენზიული სხვადასხვა რამის მიმართ, მაგალითად კვება სხვანაირი არ სჭირდება. შეიძლება გყავდეთ სეტკაზე, განსაკუთრებული არაფერი მოვლა არ სჭირდება. ასევე განახებთ კალიფორნიულს. ის დედალია ეს არის მამალი, შავტუხა ბიჭი. მაგარი კაცია. ჯერ პატარა არის ასამუშავებლად და ეხლა არის ორთვე ნახევრის. მოკლედ, კარგი ჯიშია რა. ვისაც არ უნდა გითხოთ, პირველი ყოველთვის კალიფორნიულს გირჩევთ. მეც დავეთანხმები, მაგალითად, შობადობითაც კარგად გამოირჩევა. 7-8 ბაჭია სყრის საშუალოდ. გააჩნია ეხლა კონკრეტულ დედალს. ზოგი ისეთი არის, რომ შეიძლება ყველა ბაჭია მოგიხოცოს. ეგ ინდივიდუალური, მაგრამ ზოგადად ხშირად უფრო მაინც კარგი დედები არიან ხოლმე კალიფორნიულები. რეკომენდაციას გავუწევ აუცილებლად. ასევე ერთ-ერთი საუკეთესო ჯიში არის პანონი. აქამდე არ მქონია მე გამოცდილება პანონის. ეხლა პირველად მოვიყვანეთ პანონის წყვილი, ეს დედალია, 13-ში ველოდებით, თუ დაყაროს. ბუდე გაკეთებული აქვს უკვე. ბეწვიც გაიცვინა ცოტა. მოკლედ, პანონები დაახლოებით ყრიან 7-დან 9-მდე საშუალოდ. რა თქმა უნდა, ბევრიც დაუყრია, მაგალითად 14 ერთხელ გავიგე, პანონმა 17 დამიყარაო. მაგრამ ეგ იშვიათად ხდება რა. საშუალოდ ყრიან პანონები 7-9 ბაჭიას. არ არის ცოტა, საკმაოდ ბევრია. დედობრივი თვისებებითაც კარგად გამოირჩევა. ჯერ არ მქონია მე პანონის ჯიში აქამდე და რო გამოვცდი, გეტყვით აუცილებლად როგორია. სხვების გამოცდილებით თუ გაინტერესებთ, ვისაც ვკითხე, ყველა შემიქო პანონები რა. ესენი საჯიშად მყავს, ძალიან კარგები არიან, წყვილი არის, ეს დედალია და ეს მამალი. მაგარი კაცია ესეც. ეხლა ამაზე შევაჯვარეთ. ეს კალიფი პანონის ჰიბრიდების გვეყოლება, საჯიშე პანონების გვეყოლება გასაყიდი და მოკლედ პანონები ძალიან მომწონს. ლამაზიც არის. კარგი თვისებებიც აქვს და რაღა აქვს დასაწუნი სხვა. პანონი და კალიფორნიული ერთ-ერთი საუკეთესო ჯიშებია. არის კიდე სხვა ჯიშები, მაგრამ რაც გამოცდილება არ მაქვს, მაგაზე ვერ გეტყვით ვერაფერს. აქეთ მყავს გოლიათი. დავაპაუზებ, გავაღებ გალიას და განახებთ კარგად. აქეთ არის გოლიათის დედალი. კარგი წონაზეა, ყურებიც დიდი აქვს. რა, ესეც კაი არის. ამაზე ერთხელ შევაჯვარეთ და ცრომაკეობა ქონდა. ეხლა კიდე შევაჯვარეთ და გადამაწმებაზე რო გადავუსვით, დაკვინა მამალი, სისხლები ქონდა სულ. მოკლედ, ამასაც ველოდებით. 14-15 რიცხვში. იმედია კაი დედა გამოდგება. ბუდე ჯერ არ აქვს დაწყებული გაკეთება, მაგრამ ეგეც ინდივიდუალურია რა. ზოგი დედა
პირველ კვირაშივე იწყებს შეჯვარებიდან ბუდის გაკეთებას. ზოგი კიდე შეიძლება დაყრამდე 1 საათით ადრე გააკეთოს. ან დაყრის დღეს რაღაც ეგრე რა. ამან 2 კვირით ადრე გაამზადა ბუდი და ეს ნახოთ რა სიზავს. ასევე ძალიან კარგი არის დამწყებისთვის ჰიბრიდით დაწყება. თუ ჰიბრიდს მოიყვანთ, არაფერი ძნელად მოსავლელი ეგ არ არის, ბევრს არ ჭამს, წონასაც საშუალოდ კრებს და დასაწუნი არ აქვს არაფერი რა. ერთი ცალი დედალი მყავს, ეს არის 2 თვის და რაღაც დღეების კალიფის და პანონის ჰიბრიდი. კილო 600 არის ახლა ეს. ჰიბრიდისთვის ძალიან კაი არის. ჩვეულებრივ საკვებზე მყავს. ქერი, ეხა გრანული ამოჭამა, თორე ისე გრანულიც უყრია ხომ. ქერი გრანული, ზოგჯერ გამხმარ ბალახს მოუტან და თივა. სხვა არაფერი არ არის. ეხა ეს რომ მოვიყვანეთ, იყო 3 თვის და 3 და 500 ჰქონდა წონა. ეხა შეიძლება არ დამიჯეროთ ვიღაცებმა, მაგრამ ეგრე იყო რა. 3 თვის მოვიყვანეთ და 3 და 500 ჰქონდა წონა. ეთყობა მარტო გრანულზე ყავს იმას და მაგიტო იყო ეგეთ წონაზე. მარტო გრანულზე არ მიცდია, იმიტომ რომ გრანული როგორც იცით ძვირი ჯდება და აზრი არ აქვს ჩემ. ქერიც გაძვირდა, ტუკიც გაძვირდა, გრანულიც გაძვირდა და რავი რა, მარტო გრანულზე რო ყავდეს, უფრო მეტი ხარჯი გამოგივა და მირჩევნია რომ ქერი და გრანული შეურიო და ისე ვაჭამ. სხვა ახლა ისეთი არაფერი არ არის. როგორც გითხარით, კალიფორნიულის მოყვანას გისჩევთ. არა მარტო მე, ბევრი ვინმე გისჩევთ კალიფორნიულს. პანონები და ჰიბრიდიც კარგი არის. სხვა რა გითხრათ? წარმატებები ფერმაში. გამოიწერეთ არხი, არ დაგეზაროთ.